საგამომშვიდობისა ძვირფასო ქალბატონი. საგამომშვიდობისა ძვირფასო ქალბატონებო და ბატონო. საგამომშვიდობისა ძვირფასო საგამომშვიდობისა ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, მინდა ყველას მოგესალმოთ და როგორც ხედავთ, ეთერშია საქართველოში უპრეცედენტო შოუ ცეკვავენ ვარსკვლავები. და მე მინდა დღევანდელი შოუ გამოვაცხადო გახსნათ თქვენი აპლოდისმენტების ქვეშ. აპლოდისმენტები. მაშასე თქვენი აპლოდისმენტების ქვეშ ვიწყებთ დღევანდელ შოუს. ჩემო კარგებო, თქვენი აპლოდისმენტების ქვეშ. უფრო მეტი. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მინდა ჩემო კარგებო გაგაცნოთ ჩვენი კომპეტენტური ჟიური. მაშასე შეიძლება ოდნავ აპლოდისმენტებით ვიხდებოდა. მაშასე ჩვენი ჟიურის პირველი წევრი ბატონი ლევან უჩენეიშვილი. ბატონი ლევანი ალბათ გახსოვთ ყველა ძალიან კარგად ფილმიდან კუკარაჩა ეს არის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები. ნოდარ დუმბაძე გახლავთ მე ბები ილიკო და ილარიონის ავტორი. მე ბები ილიკო და ილარიონი გახსოვთ ალბათ კარგად. სესილია თაყაიშვილი უდიდესი ქართველი მსახიობი. სესილია თაყაიშვილი თვითონ ასინეთა დათათუთაშხიაში გადასარევი კარგი როლი აქვს შესრულებული. დათათუთაშხია თვითონ ჭაბუ ამირეჯიბის უკუდავი რომანი და შემდეგი ჟიურის წევრი გახლავთ ყველასათვის ცნობილი წყალტბოელი ნანუკა ჟორჟოლიანი. შეიძლება თქვენი აპლოდისმენტები. ბუბუ. და ჟიურის შემდეგი წევრი მე მინდა წარმოადგინო თქვენს წინაშე გაურკვეველ ენაზე მოსაუბრე ბატონი გოჩა ჩერტკოევი. Good morning, ladies and gentlemen. I'm so happy because I can't feel sweet. I want to do what is invited to Miss Penny told me it's going to as an invitation. სამწუხარო დღეს ჩვენი ჟიურის რამოდენიმე წევრი ნინოები გვაკლია, იმიტომ რომ დღეს ნინოების გვარის შეკრებაზე არიან და ამიტომ ვერ მოვიდნენ. არა უშავს, მინდა კიდევ ერთხელ სანამ ჩვენს დღევანდელ პროექტს დავიწყებდეთ უშუალოდ, მინდა შეგახსენოთ, რომ ამ პროექტში გამარჯვებული მიიღებს 4 ოთახიან კუთხის ბინას, 4 კარგი ნათელი ბინა, თეთრი კარკასი, აბაზანა ტუალეტი კაფელ მეტლახში, სხვათა შორის კარგი ჰაერი, სულთა მეშვიდე სართული და რაც თავარია მინდა აღნიშნო გადასარევი კარგი სამეზობლო, განსაკუთრებით გამოყოფდი ბატონ ბესო დანელიას, გადასარევი კარგი ქართველი მოსაუბრე კაცი, ამიტომ მე ჩვენს კონკურსანტებს, მომღერლებს და მოცეკვავებს ვეტყოდი, რომ ძალიან გთხოვთ კარგად იცეკვეთ, იმიტომ რომ გამარჯვებულს ელოდება კარგი 4 ოთახიანი ბინა ნათელი კუთხის აბაზანა ტუალეტი კაფე მეტლახში, მეშვიდე სართული ზუსტ ჰაერზე და მოდით უკვე ალბათ დროა რომ დავიწყოთ ჩვენი შოუ გავხსნათ და მოდით ვნახოთ როგორ ემზადებოდნენ ჩვენი ვარსკვლავები. ვიცეკოთ ყველა გადაცემაში ჩაჩაჩა, ვალსი, ჯაივი, რუმბა ისე მეცეკვე ჩემო კუკლაჯად არ დაგისტუგოს ამას მაგულმა შეგერა სოლოშენი გივისი ყავზე აი ესეთი მეწყვილე რო ჩემო კარგებო აბა წავიდე ვა შეგერა სოლეტო რა კაცი მოვიდა მოდეში ჩემო კუკლაჯად როგორ ახლა დათო რა ვიცი ემზადები მემზადები რა არ გამოდიოდა ამ პროექტში რომ არ მივიღო მონაწილეობა. მართალი ხარ. ხო იცი გივი? ამ კონკურსზე რო არ გამოსულიყავი, სხვანაირად არ გამოდიოდა. ამას მე გეუბნები. ხო იცი, შენი ძმა ვარ. ვიცი დათო, ვიცი. მოკლედ, მაგალითად ცეკვა უნდა გამოგივიდეს. შეხედე, გოგოს ხელებს მოკიდებ. შემოატრიალებ თუ არა, ეგრევე ქვაზე დადებ. მერე მოიხედავ, თუ არავინ იქნა, ეგრევე მოკიდებ და ისევ გააგზელებ. ეფექტური ცეკვა გამოდის, თუ დამიჯერე, თუ გატყუებდე შენ თავს პიცა ვარ, აი ამ ლამაზ გოგოს პიცა ვარ და აგანეს ეს კეფეც. ვა შეგენაცვალე რა ჩემო ძმაო. აბა შენ იცი,
მადლობა ძმაო, წარმატებები მისურვე უნდა მოვიგო ძმაო პროექტი. ჭირი. შეგენაცვალე. კარგად ათო ძმაო, კარგად. აი ეს პროექტი მე უნდა მოვიგო. 100 კვადრატულის ბინის ნაცვლად სხვა რამე არ შემოვთავაზო თორე აი ბერებერ ვიცი რა. წავიდა 1 2 3 4 1 2 და მოდით მოვიწიოთ ჩვენი მოსაყვავე ვარსკვლავები გივი სიხარულიძე და ანა მიქაბერიძე. I'm gonna tell Mary about Uncle John. He's sick with the blues, but he has no baby. Yeah, baby. Oh, baby. Having me some fun night. Yeah. Tell Sally she's a little fishy gal. Everything that I can need, oh baby. Yeah, baby. Oh, baby. Summer night. Bravo! Bravo! უფრო მეტი აპლოდისმენტები, უფრო მეტი! შეიძლება მეტროვაცია. Sorry, my good. ედი პოდეში პატო. როცა მოგესალმებით. ჩემოსაყვარელი აუდიტორია. მაშასე უკვე დროა გადავიდეთ. მოვუსმინოთ ჟიურის წევრებს. გთხოვთ. ბატონო ლევ. აჯგირ ვორდუ. მაყოფი ვარ ნიჭერე ბრე. რა გიდა კაცო გიგი. მეგრელი არა ვართო? გები ვარ სიხარულიძე. თუ შეიძლება მოვუსმინოთ ქალბატონ ნანუკას. ხო. მე ძალიან მომეწონა მართლა 68 წლის ასაკში რომ ესე შეასრულეთ არაჩვეულებრივად ცეკვა, მაგრამ ნუ ცოტა დასახვეწია, მაგრამ ამას წლები ჭირდება და თქვენ ყველაფერი წინ გაქვთ. თქვენთან ერთად შემოვიდეთ. დიდი მადლობა ქალბატონ ნანუკა. ხავთ ბატონო გოჩა. რა ვიცი მე ძალიან ვისიამოვნე შერწყვით ერთმანეთს კარგად. ერთმანეთს უხდებით, ყველაფერი ტანზე რიგზეა. ძალიან კარგები ხართ, როგორც ინგლისურად იტყვიან, what the fucking bullshit. მე მომეწონა, სასიამოვნო. დიდი მადლობა. და გავაცილოთ ჩვენი ვარსკვლავები. ხოთ მივდადით ჩვენი ვარსკვლავები გავაცილეთ. ისინი გადაინაცვლებ ლომბარდის ოთახში და ბექა გვეტყვის რა ხდება იქ. ბექა? მანამდე მე მინდა ვთხოვო ჩვენს ჟიურის თხოვთ შევაფასოთ ჩვენი პირველი წვილი. 9 10 7 9 10 7 ახლა კი ვთხოვ ბექას დაისაუბროს ჩვენს მაშასე მოგესალმებით ლომბარდის ოთახიდან და ჩვენ გავესაუბრებით არაჩვეულებრივ წყვილს. ბატონო გივი, როგორი კმაყოფილი ხართ თქვენი ცეკვით და თუ შეიძლება გითხარით აი ჟიურის შეფასება თუ მოგეწონათ? გენაცვალოთ გივის უყველას. უამრავ პროექტში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ესეთი სასწაული პროექტი საქართველოში რო გაკეთა ძალიან მოხარული ვარ. ძალიან კარგი და ერთი ლექსი მინდა ვთქვა. ჩვენს ჟიურიზე თუ შეიძლება. თბილისში დაიარება ელამის სტილისტი მამუკა. იმან დავარცხნა შოუსთვის ულამაზესი ნანუკა. შეგენაცვალოს შენი გივის სიხარულიძე რა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გოჩაზე ჟიურის წევრი ბატონ გოჩა ჩეკოლოჩენ ხوارით ყოდით ამეს. ის მაღალ ქულებს დამიწერს. მე იმედი მაქვს გოჩასი. ისაც ნუ ჩამადენინებ რაც არ მიქნია სოჩაში. შეგენაცვალოს შენი გივის სიხარულიძე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გივი, ძალიან დიდი მადლობა და გყავთ ჩვენ დაბრძანდით მოვიცოდეთ ჩვენ გადავალთ წამყვანებთან. ეკა დიახ, სცენამ შემდეგ კონკურსაც გამოვიყვანდეთ სცენაზე. მოდით ვნახოთ როგორ ემზადებოდა ის. ой, ჩემო კარგო, შენთვის ადგილია რა თეძო აქვს. 1 და 2 და 3 არა, ბატონო დავით, არა, ეგრე არ გამოვა.
უფრო მეტი გრაცია გვინდა და უფრო მეტი ელასტიურობა. აი როგორც გასწავლეთ. რა გინდა, ჩემო კარგო. აი დამაკვირდი, რა შეხედა დამაკვირდი. აი 1 2 3 1 ჩა. გამიგეთ ბატონო, როგორც გასწავლეთ, უფრო მეტი ელასტიურობა. ავიღალე, ჩემო კარგო, მე არ შემიძლია ამდენი რა თეძო ავწიო და ფეხი ჩავდგა ეხლა. მე ვერ გავიგე, მე ამას ხარავთ კი არა ვარ ბოსური, კაცო. მომისმინე ჩემო კარგო ეხლა. ამდენი საუბარი მე არ მინდა რა. მე დილიდან აქ დგავარ, მაცეკვებთ რაღაცას მამას ხარავებთ, გაიგეთ. მე თხოვეთ იმას. ამიღალა ფეხები, ჩემო კარგო, მე გეუბნები კიდევ ერთხელ. მე ეხლა აქ ქვეყნის გულისთვის თორე მე ვიცი ეს რაც არის და თქვენი იცით. ფეხები მაგ დაღლეთ. თბილი წყალი ჩამისხით ასში რო გთხოვეთ. ჩაგისხით ბატონო. ფეხები უნდა დავასწრებ, ჩემო კარგო, შენთვის ივარჯიში ცოტა ხანს მე არ დავიდები დავისწრებ. სცენაზეა დავით აკუბარდია და თიკო დარახველიძე. And this time, we're gonna get funky. Everybody clap your hands. Clap, clap, clap your hands. ნაციონალების აქტივისტი ხარ ეხლა ჩემო კარგო ისე ტრია. მოდი აქ კაცო. Cha-cha again. Cha-cha now, y'all. Cha-cha again. Yeah, I'm out of here. დიდი მადლობა მინდა ჩემო კარგო, გაიცით, ვიცი რა მასკარადი საი და ყველაფერს ხედავ და ყველაფერს ხდები ეხლა რა. არ მინდა ეს აშკარად გეტყობა შენს რომ ვიღაც ნაციონალების მორიგი ვიღაც მოდით მოусმინოთ ჟიურის ვის წევრები. უნდა მოусმინო ჩემო კარგო მე. ხავს ბატონო ლევან. ჩქიმ შეფასებარი აი მაღაი. ვაი დიდი მადლობა. რა გინდა ჩემო კარგო მე აკუბარდი კი ვარ მაგრამ არ ვიცი ეს მეგრული დამელაპარაკე ქართული. მაოცებ თუ რა გინდა ვინ ეს ვინ არის ნაციონალური აქტივისტი. ძალიან გთხოვ დაწყნარდით ქალბატონო ნანუკა შეიძლება. მე ძალიან მომეწონა ბატონო დავით თქვენი ცეკვა, აი თქვენგან მოდის დიდი პოზიტივი და მე თვალი. აი მოგწოდა თვალი. თავის შეგომაის მანაი. და ძალიან მინდა თქვენს გადაცემაში მოგიწვიოთ. ასამბო თქვენ გადაცემაში რა მინდა თქვენ გადაცემაში ძაღლი არა კალთი რაღაც უგარო და მე კიდე ძაღლის კროტონი დაისმინდა ის ჩემი კროტონი მე ხო დიდი მადლობა ქალბატონო ნანუკა, ბატონო გოჩა გისმენთ. ნუ რა ვიცი მე თლად მოწონება ვერ ვარ კარგად რა გინდა ჩემო კარგო არ ისე აი როგორ დაგემართათ იცით როგორც იტყვიან western prenic-ს დავითაო ისევ შენ თავითაო გასაგებია ის არის თუ შეიძლება თქვენ გადაინაცვლოთ ჩვენ ლომბარდის ოთახში აქეთ გიგზავნით აი მადლობა კარგად ხარ ჟიურის წევრებს შეაფასოთ ის კოდ შევაფასოთ ჩვენი შემდეგი 5 6-5-5 მაშასე ეხლა კი ნახოთ რა ხდება ლომბარდის ოთახში ბექა მაშასე ჩვენ კვლავ ლომბარდის ოთახიდან გერთვებით და გავესაუბრებით არაჩვეულებრივ წყვილს ბატონო დავით რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი ცეკვის და საერთოდ ჟიურის და აი ამ პროექტის ჩემო კარგო მოდი იქიდან დავიწყოთ რომ რით ვარ კმაყოფილი ახლა აი ამით რო ვიყო მე კმაყოფილი რა მე კიდე ეს მასობა ეს ხუბრობა ეს ყველა გასაგები სისულელეა ეს ყველაფერი ეს ყველა ნაციონალები ხა ეს ჩეტკოები თუ ვიც არის ხო გასაგები ამერიკის აგენტი პირდაპირ გამოგზავნა როგორც სააკაშვილი ისე ეს ჩეტკოები რა მე very amazing dance is very amazing economic რაღაცებს იზა ერთი ხელზე რა ჩემო კარგო რა შენს ნაციონალი ხარ აი ეს პეპელა თუ რაღაც გაგიკეთები რაღაც სისულელებს იძახი რა ჩემო კარგო არ არის გამორიცხული ბატონო დავით მოდი თქვენ დაღლილი ხართ ძალიან დაისვენეთ აი ეს ხალათი მიიფარეთ დაიძინეთ ბატონო დავით და ჩვენ კი გადავინაცვლებთ წამყვანებზე ეკა მაშასე ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს შოუს და ეხლა კი ვნახოთ შემდეგი წყვილი როგორ ემზადებოდა დღევანდელი დღის ის მინდა რომ გამოვაჩინო
7. ძალიან კაი, მაგრამ რა ჩავიცო ეხა ეს კარგი. ფეხზე რა ჩავიცო? გია ესენი მოგიტანე. აი, რა სისულელია, რომ ესენი ჩავიცო მიფეხზე იგი. ამას ვინმე იცავს კიდე რა? შეხედე რა ცხვირი აქვს, შეხედე 4 კუთხედი კვადრატებია რაღაცა. მაგრამ თუ გაპატიო შენ ეხლა რა. რა უნდა ბარგალკა გვაქვს? ვაიმე, მე მაგას მიმალავდი, წამოდი. შენზე ფიქრები მათოს, დატრფობის ღამე იწყება დღეს. სხვასთან ვარ დავაის შენ არ გქონო, ალერსი შევხედავ მზე. არა არ მინდა ცხოვრება დავიწყო თავია მოგონებების სტარტი დაფეთქი ჩაგიყუტე გულში სამდე აფრენო არა მინდა ცხოვრება დავიწყო თავია მოგონებების სტარტი დაფეთქი ჩაგიყუტე გულში სამდე აფრენო ობა ეს კაია უკვე. სცენაზეა გია სურამელაშვილი და ანა ჯანიკაშვილი. მივესალმო. გიწვი თქვენო თორ დაზღორონთი იცით რა არის მე მეგრელი არა ვარ და საიდა ხარ მე ვარ ძეგველი ვარ ძეგვიდან ხარ მარა ვარ არაჩვეულებრივი იყო, აი მართლა არაჩვეულებრივი იყო. მე ესეთი შალახო არ მინახავს. აი მე ნამიგო გეშრება შალახო არ იყო, ის იყო ფალიაშვილის და ეს. მეც არ გამიკვირდა, ხო, ამბობ, ესეთი შალახო არ მინახავს. და ბატონი გორჩას. It's perfect, it's okay, it's all right. ძალიან კარგი შეფასება ჩემგან, აი All, it's very good შეფასება. და ერთი შესწორებას გეტყვი, ანუ 1 2 3 4 კი არა, 1 2 3 4. ანუ 1 2 3 4. 1 2 3 4. 1 2 3 4. აუცილებლად გავითვალისწინე 1 2 3 4. ხო გეუნებოდი 1 2 3 4. ჩვენი წვილი გავაცილოთ ლომბარდი. ოთახში მანამდე კი ჩვენს ჟიურს მინდა ვთხოვო შეფასებები გამოიმეტოს აი ამ შესანიშნავი წვილი. 8 9 ჯამში გამოდის 38. დიდი მადლობა ბექა რა ხდება ლომბარდის ოთახში? მაშასე ლომბარდის ოთახში დიდი მღელვარება ჩვენთან არიან ანა ჯანიკაშვილი და გია სურამელაშვილი, რომლებსაც გავესაუბრებით. ბატონო გია, თუ ხართ კმაყოფილი აი ამ დღევანდელი ნომრით? ამინდა ვიხოთ რომ მართლა ძალიან ისეთი მღელავდი და ძალიან ახსინე, მაგრამ რა არის თავარიც რომ ჟური კმაყოფილი დარჩა და მე ამი ძალიან ბედნიერი და გითხრათ რა. ქალბატონო ანა, თქვენ რას გვეტყვით? ჩვენ ძალიან ნერვიულობთ, მაგრამ მე მგონი მაქსიმუმი გამოვამიშავეთ. მართლაც რომ ძალიან დაღლილები არიან და მართლაც რომ არაჩვეულებრივად იცეკვეს.
ჩვენს წინაშე უკვე ყველა კონკურსანტი წარსდგა, ასე რომ ჯერი ჟიურზეა თუ ვინ გახდება აი ამ შესანიშნავი პრიზის 4 ოთახიანი კუთხის ნათელი ბინის თეთრი კარგასა ბაზარა ტუალეტი კაბელი მეტლახში და გადასარევი კარგი სამეზობლოს გამინა გამოყვა განსაკუთრებით ბესოდანელია აი ამ შესანიშნავი ბინის მფლობელი ჟიურმა ბევრი იმისჯელა და მე მგონი მან მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ უნდა ახლა ვნახოთ გამარჯვებული ვინ არის საინტერესოა და გამარჯვებული გახლავთ ლელა წურწუმია მიულოცოთ მას ეს გამარჯვება უღრმესი მადლობა ყველას თითოეული ჟიურის წევრს ყველა იმ ადამიანს ვინც მუშაობს ამ პროექტში მაშასე ჩემო ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო ამით მთავრდება ეს შესანიშნავი გრანდიოზული და საქართველოში უპრეცედენტო პროექტი ამით ჩვენ გვინდა დაგემშვიდობოთ დიდი მადლობა ყველას შეხვედრამდე კარგად გრძანდებოდეთ ნახვამდის ვაიმე ფეხები აღარ მივარგა მომწყდა ფეხები ბედური იყო რომ პროექტი მინახავს ამ სიგზე პროექტი არ მინახავს კაცო აღარ შემიძლია დავპატარავდი ეთერში დიდი მადლობა ყველას კარგად გრძანდებოდეთ მაშასე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე